მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ხართ? Ისეთი ახალი ფონით წარვსდექი დღეს. ჩვენი დღევანდელი თემა იქნება თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებაზე, თქვენს ადამიანზე, ვისაც ამჟამად თქვენ ფიქრობთ, ან არის თქვენს ცხოვრებაში ეს პიროვნება. ამ ადამიანის ფიქრები თქვენზე. რა ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას? კონცენტრირდით ამ ადამიანზე, იფიქრეთ, თქვით მისი სახელი და გვარი და გავიგოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე, თქვენთან დაკავშირებით. ამ ადამიანს არ ვიცი ხა როგორი რა ტიპის ურთიერთობა გაქვთ თქვენ და მას, მაგრამ სავარაუდოდ თუ გაქვთ კონტაქტი ახლა, თქვენი ურთიერთობა რაღაცნაირად დინებას მიყვება, თითქოს არაფერი არ იცვლება. ამ ადამიანის ფიქრები თქვენთან დაკავშირებით არის გეგმები, რაღაცა არჩევანის გაკეთების საშუალება, ანუ ამ ადამიანს სურს, რომ არჩევანი გააკეთოს თქვენთან ურთიერთობაში, არ ვიცი რა ტიპის არჩევანი, მაგრამ ამჟამად საკმაოდ თავშეკავებულად არის ეს პიროვნება, უნდა რომ აიღოს რაღაცა ტიპის პასუხისმგებლობა თქვენთან ურთიერთობაში, მაგრამ საკმაოდ თავშეკავებულია ამ წუთას, აქვს ძალიან ბევრი ფიქრი, ცოტა არეული ფიქრები, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ შეიძლება საკმაოდ ისეთი ტიპაჟის ადამიანია, რომ ფიქრობს, რომ ცხოვრებაში ამ წუთას, აი ამ რეალობაში მას ძალიან ბევრი არჩევანი აქვს. ეს არ იგულისხმება მაინც და მაინც სხვა ადამიანის არჩევანში. შეიძლება ფიქრობს, რომ აი რომელ ერთზე ვკონცენტრირდე, აღარ ვიცი, სამსახურზე, კარიერაზე, იმ საქმეზე, რაც მომწონს, პირად ცხოვრებაზე, ოჯახზე, თუ აი რაზე, აი ძალიან ფიქრებშია ეს პიროვნება, ცოტა ისეთ ილუზიებში, საკმაოდ ისეთი პიროვნება ძლიერი, ვფიქრობ და შეუძლია ამ ყველაფრის შეკავება, ანუ ეს გარეთ არ გამოაქვს ეს ყველაფერი, შეიძლება თქვენ საერთოდ ვერ ხვდებით ამ სიტუაციას და მის აი ამ მდგომარეობას, მაგრამ იცის და ხვდება, რომ თქვენთან ურთიერთობაში რაღაცა ტიპის არჩევანი უნდა გააკეთოს. აი ამ წუთას როგორი მდგომარეობაც გაქვთ, რომ აი ესე დინებას მიყვება თქვენი ურთიერთობა და რეალურად არაფერი ვითარდება, ესე აღარ უნდა გაგრძელდეს. კი ბატონო. კიდევ რა ფიქრები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან დაკავშირებით? ვინც აი ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, ვინც პირველად უყურებთ ჩემს ვიდეოს, გეტყვით, რომ ვარიანტები არ მაქვს, მაგრამ ერთი და იგივე კითხვას ბევრჯერ ვსვამ, რომ თითოეულ თქვენგანზე, ან უმრავლესობაზე რეზონირდეს და შეგეხოთ თითქმის ყველას, ვინც მიყურებთ, თითოეული ჩემი გაშლა. რა ფიქრები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან დაკავშირებით? ხო, აქ ამ ადამიანის ფიქრები პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მონატრება ამოდის, საკმაოდ ისეთი შეიძლება ახალი ნაცნობი არ არის ეს ადამიანი და უკვე აქამდეც იცნობდით და გქონდათ რაღაცა ტიპის ურთიერთობა და ამ ადამიანს აქვს მონატრება თქვენთან დაკავშირებით, რაღაცებს იხსენებს, წარსულს იხსენებს, შეიძლება რაღაცა დიდი არ გაკავშირებთ ერთმანეთთან, მაგრამ აი ეს კომუნიკაცია, რაც გქონდათ თუნდაც და ახლა არ გაქვთ, აი ისიც კი ენატრება ამ პიროვნებას და რაღაცა დაუბალანსებელ ენერგიებშია სხვათა შორის ეს ადამიანი. ფონი აქვს ნამდვილად ისეთი აი მიწიერი რაღაცნაირად
უნდა რომ თქვენთან ერთად რაღაცა ააშენოს, რაღაცა გააკეთოს, უნდა კომუნიკაცია თქვენთან, ახლის დაწყება, აქაც ფონეთაც ესეთი სამი პენტაკლები ამომივიდა და ამიტომ საუბრობ ასე, აგერ პენტაკლების ტულზიც და უნდა რომ რაღაცა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი სტაბილური ეტაპი, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ აი ეს ძალიან სწრაფად და ეს სპონტანურად განვითარდება. ამ ადამიანს სურს განვითარება, მაგრამ ჯერჯერობით გადაუწყვეტლობა და უბალანსებლობა აქ რაღაცა ესე საბოლოოდ არ გადაუწყვეტია თავისი ფიქრები, რომ აი მე ნამდვილად მინდა და გავაკეთებ, მაგრამ უმეტესად ისეთი ენერგიები მომდის, რომ ეს ადამიანი დაიწყებს თქვენთან ურთიერთობას, რაღაცა ახალ ეტაპზე გადაიყვანს ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ საკმაოდ ესეთი წრფელი მონატრების შეგრძნება აქვს ამ პიროვნებას და ემოციები აქვს ნამდვილად თქვენს მიმართ. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე სურს თქვენთან საუბარი ნამდვილად. კიდევ რა ფიქრები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან დაკავშირებით? რა ფიქრები აქვს? იცი რა არის, აქ ვიტყოდი რომ ყურეთ ფონად სამყარო მომივიდა და ვიტყოდი რომ უკანაც ისეთი არკანებია თქვენს ურთიერთობაში რაღაცა იმ ძიმე ესეთი ტვირთი რაც იყო თქვენს ურთიერთობაში, თუნდაც ეს ტვირთი იყო თქვენი სიშორე ერთმანეთთან, აი ეს სრულდება თითქოს აი ეს რაღაცა ეტაპი, ერთი ეტაპი სრულდება თქვენს ურთიერთობაში და ამ ადამიანს აქვს გეგმები, აი თითქოს გეგმებს ადგენს, რომ აი ახლა რა გააკეთოს, როგორ მოიქცეს, როგორ მოგიდგეთ, საკმაოდ მიწია გაჩერება უკაცრავად. ფიქრობს, რომ ეს ადამიანი საკმაოდ ესეთი თავდაჯერებულიც არის სხვათა შორის და ფიქრობს, რომ აი ეს გეგმები რაც აქვს დასახული, აუცილებლად მიაღწევს თქვენთან დაკავშირებით, რადგან თქვენზე ფიქრობს, რომ საკმაოდ ჭკვიანი, ესეთი განათლებული და ღრმა ადამიანი ხართ და მის ამ ქმედებებს მაინც გაუგებთ რა, აი ეს ზერელეთ არ შეხედავთ, თითქოს აი ესეთი ენერგიები მომდის. და სურვილი აქვს ნამდვილად, რომ რაღაცა ახალი ეტაპი, უფრო სტაბილური ეტაპი, როგორც წეგან ამ ღნიში რაღაც გავს ეს ორი ერთმანეთს, სტაბილური ეტაპი დაიწყოს თქვენს ურთიერთობაში. ამ ადამიანს შეიძლება ქონდეს რაღაცა მიწერ-მოწერა გაჩნია ურთიერთობის ეტაპს. თქვენ აი რა ეტაპზე გაქვთ ეს ურთიერთობა, აი ამ რაღაცა ორ ვარიანტად გაიყო ეს სიტუაცია ახლა და აგიხსნით. ვისაც ესეთი დაუშვათ არ ქონდათ სერიოზული ურთიერთობა, ეს ადამიანი ფიქრობს ნამდვილად, რომ რაღაცა ტიპის ურთიერთობა გაანახლოს, ჩამოაყალიბოს სახელი დაარქვას, ასე თქვა, აი ესეთი გეგმები აქვს ამ პიროვნებას და ადრე თუ სტრესული და ესეთი ასე ვთქვათ, არაჯანსაღი, ტოქსიკური იყო თქვენი ურთიერთობა, უფრო მეტი სტაბილურობა შესძინოს ამ სიტუაციას. ვისაც უკვე სერიოზული ურთიერთობა გქონდათ, ანუ ცოლ-ქმარი იყავით და ამ წუთას არ ხართ ერთმანეთთან, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ შეიძლება არ იყავით ცოლ-ქმარი, მაგრამ აპირებდით აი ამ სიტუაციას, აი აქამდე მისვლას, რაღაც ოჯახამდე, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენთან აქვს რაღაცა ისეთი ახალი ეტაპის დაწყების სურვილი, რომელიც მოისაზრებს ბავშვების ყოლას, შვილების ყოლას და აი თქვენ აღიქვთ ისეთ აი თქვენთან ფიქრობს მოკლედ ეს ადამიანი, რომ ყავდეს შვილი. ან თუ ვისაც აი ესეთი სიტუაცია და ესეთი ეტაპი გქონდათ ამ პიროვნებასთან. სხვა შემთხვევაში ეს ადამიანი ფიქრობს მოწერაზე, რაღაცის განახლებაზე.
გეგმავს ამ ყველაფერს და ჯერჯერობით აქ არ ჩანს რაღაცა ისეთი გრანდიოზული, მაგრამ თავიდან დაწყებაზე და სტაბილურად დაწყებაზე და გაგრძელებაზე ფიქრობს ეს პიროვნება ნამდვილად. იმიტომ რომ აქ ფონად მიჩვენებს საკმაოდ სტრესულ და ისეთ სიტუაციებს, რის დასასრულიც არის ამ ურთიერთობაში და რაღაცა ახლის დასაწყისი იგეგმება. დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო. ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას, წარმატებულ დღეს გისურვებთ. პირადი კონსულტაციებისთვის დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 591 16 33 35 WhatsApp-ზე ან Viber-ზე. დროებით.